სად გადის უკრაინაში ომის დასრულების გზა? ოვალურ კაბინეტში განვითარებული პროცესები, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შედეგები და ამის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ლონდონის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგდროინდელი პროცესები სპექტრთან ისტორიკოსმა შალვა თავაძემ შეაფასა. მისი თქმით, სიტუაცია ახლა ბევრად უფრო რთულია. კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა და ცხადი გახდა, რომ ევროპას შტატების მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან დაპირისპირების მოგვარება კიდევ უფრო გაუჭირდება. ევროპელ ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ ამერიკის ინტერესების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ შალვა თავაძის ინფორმაციით შედეგები კიდევ უფრო მძიმე შეიძლება გახდეს. რა თქმა უნდა, მთელი სამყარო ელოდებოდა ზელენსკის შეხვედრას ტრამპთან, რადგან ბევრ რამეს ნათელი უნდა ფენოდა, სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ ის, რაც სოფლიოს უნდოდა, რომ არ არსებობს ომის დამთავრების გეგმა. ევროპას არ აქვს როგორ უნდა წარიმართოს მომავალში გაფიცნობიერებული კარგად მისი ურთიერთობა რუსეთთან. თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრამპმა ის დიდი უბედურება, რაც ტრიალებს ახლა ევროპაში, სააშკაროზე გამოიტანა და კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეთ. საქმე ის არის, რომ თუ ამდენ საუბრობდით ჩვენ ომზე, რომელიც იყო უკრაინასა და რუსეთს შორის და უკრაინის უკან მთელი ცივილი სამყარო იდგა ამ შემთხვევაში ევროპის სახით, ამერიკის შეერთებული შტატების სახით, ეხლა ახალი ბრძოლის კონტურები გამოიკვეთა და აშკარა იყო, რომ ტრამპი ელოდებოდა ევროპელებისგან და ზელენსკისგან ელოდებოდა კონკრეტულ წინააღმდეგებს. ეს წინააღმდეგები ერთი მხრივ შეეხებოდა ომის მსვლელობას, თუ როგორ უნდა დამთავრებულიყო ეს ომი, რა წინააღმდეგობა ჰქონდა ზელენსკის, მარტო ის, რომ რუსეთი დავადანაშაულოთ, აშკარად მიგვანიშნა ტრამპმა, რომ ეს ომს ვერ დაამთავრებს. არის მეორე, ტრამპი ელოდება ევროპისაგან, რომ ევროპამ უარი თქვას ფსევდოლიბერალიზმზე. ბევრი ამაში არ დამერწმუნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ასე არის. ტრამპმა თავისი გამარჯვება, არჩევნებში გამარჯვება, ხო, ამ გამარჯვების თამასა აწიას ძალიან მაღლა. და ის დაუპირისპირდა როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში ფსევდოლიბერალურ შეხედულებებს. ანუ ტრამპმა გამოკვეთა თავისი სიმპათიები ტრადიციონალიზმისადმი და ის აქაც ელოდება ევროპის უკან დახევას. იდეოლოგიურადაც ელოდება ევროპის უკან დახევას, რაც არ შედის როგორც ჩანს ევროპის ინტერესში, ევროპის ლიდერები აქვს მხედველობაში. ამიტომ შერიგება ეხლა არა მარტო დასავლეთსა და რუსეთს შორის არის პრობლემა, არამედ იმ შეხედულებებსა, რომელიც შეხედულებებიც აქვს ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დანარჩენ ევროპასთან. ამიტომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაიშალა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და უფრო მეტიც ის პოლიტიკური აზროვნება, რომელიც დღეს ევროპაშია, აი და ფართოდ კარგად გამოჩნდა ეს უკანასკნელ წლებში, აშკარად მიუღებელი არის ტრამპის ადმინისტრაციისათვის. ამიტომ დაპირისპირება სახეზეა, ეს დაპირისპირება ევროპას კარგს არაფერს არ მოუტანს. ევროპამ უნდა სცადოს საერთო ენის გამონახვა ტრამპთან. მე კიდევ ერთხელ მე არ ვამბობ ის, რაც მე მსურს ეხლა. მე ვამბობ, რაც რეალობა არის. თუ ეს საერთო ინტერესი არ ჩაჯდა მათი ურთიერთობა, ეს ევროპისათვის დამთავრდება ყველაზე მეტად მძიმედ, რადგან თუ ევროპა რუსეთის წინაშე მარტო დარჩა, არ გამოურიცხავ, რომ რუსეთის უპირატესობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი პოლიტიკური უპირატესობა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე აშკარა გახდეს სულ უახლოეს დროში. ამიტომ
უნდა იცოდეს ევროპამ როგორ დაამთავროს ეს ომი. მარტო სურვილი რომ რუსეთი დამარცხდება და დაამარცხებს რუსეთს უკრაინა ეს სურვილად დარჩება. ევროპას არ აქვს ის ეკონომიკური პოტენციალი რომ მარტო შეძლოს მან უკრაინის გვერდში დგომა და რუსეთის დამარცხება. ამიტომ აუცილებელი არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გათვალისწინება. კიდევ ერთხელ რომ ეს არ არის ჩემი სურვილი, ეს არის რეალობა. სხვა შემთხვევაში უმძიმე შედეგებს მივიღებ. ომი გაგრძელდება და ამერიკის შეერთებული შტატები მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს კი კატასტროფა იქნება როგორც უკრაინისათვის, ისე ევროპისათვის. ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე 100 წელი გასული საუკუნის აგვისტოს ამბოხებიდან. აჯანყებულთა ვაგონი ზესტაფონისა და სენაკის თეატრების კოპროდუქცია იქნება. პრემიერა კი ზესტაფონელი მაყურებლისთვის 26 მარტს გაიმართება. რეჟისორი ვატო ჯუღელი, რომელიც წარმოდგენაზე ვახტანგ ნიკოლავასთან ერთად მუშაობს, გვიყვება, რომ სპექტაკლი მე-20 საუკუნის ქრონიკასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ასახავს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ვალერი ოთხოზორიას ისტორიულ დოკუმენტური დრამა მოგვითხრობს ომზე, საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზე, ქართველთა საფრანგეთში ემიგრაციასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ჩვენ ვიმყოფებოდით საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში. ეს იყო კულტურის სამინისტროს პროექტი. და ამ პროექტის ფარგლებში კოპროდუქციით გავემგზავრეთ ორი თეატრი, ეს იყო ჩვენი თეატრი და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სადაც ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელის ქვეშ ეს ორი თეატრი. ეს არის საქართველოს 1924 წლის აჯანყებაზე თემა, რომელზეც მიმდინარეობს ახლა მუშაობა. ორივე თეატრი მუშაობს პარალელურ რეჟიმში და მე გავერთიანდებით უკვე, როდესაც ამის დრო დადგება და სადღაც დაახლოებით ვარაუდობთ, რომ მარტის შუა რიცხვებისკენ უკვე პრემიერა შევთავაზებთ ჩვენ მაყურებელს, როგორც ზესტაფონელ მაყურებელს, ასევე სენაკელ მაყურებელს და ეს იქნება ერთგვარი გაცვლითი პროექტი, რომელიც იმოძრავებს ორ ქალაქში სპექტაკლი. ხან წარმოვადგენთ ხოლმე ჩვენ სცენაზე, ხან სენაკის სცენაზე და არა მხოლოდ პრინციპში საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ დღევანდელ მდგომარეობასაც ასახავს და ბევრსაც ამხელს ჩემი გადმოსახედიდან და ასე ვფიქრობთ, საერთოდ შემოქმედებით გუნდი. და ვნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი ჩაიფიქრა თავის დროზე კულტურის სამინისტრომ და მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენ დავაკელით შრომა ჩვენმა ორმა თეატრმა ამ საქმეს და თვითონ ფორმითაც განსხვავებული იქნება, ისეთი ფორმით იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ ზესტაფონელ მაყურებელს ეს არ უნახავს. ამას წინ და წინ ცოტა მაინდა-მაინც არ გავყიდი, მაგრამ სურპრიზად შემოუნახავთ ჩვენ მაყურებელს რა ფორმით იქნება. თუმცა ჟანრი ესე რომ განსაზღვროთ თემატიკიდან გამომდინარე, ეს არ იქნება მსუბუქი ჟანრი, ბუნებრივია, იმიტომ რომ 1924 წლის აჯანყება დამოუკიდებლობისთვის ბოლო ბრძოლა, რომელიც დასრულდა იმით, რომ მოხდა ქართველი ლიდერების დაპატიმრება, მერე მოყვა ამას რეპრესიებიც და საინტერესო იყო ჩვენი ლევილში წასვლა იმ კუთხითაც, რომ ჩვენთვის იქ გატარებულმა დღეებმა ჩვენ და იმ სასაფლაომ, ქართულმა სასაფლაომ, სადაც განისვენებენ სწორედ ის გმირები, ამ ისტორიის გმირები, აი ამ მოგვცა ჩვენ შთაგონება ერთგვარი და თან აღსანიშნავია, რომ 1924 წლიდან ზუსტად 100 წელი გავიდა და ამ 100 აჯანყების 100 წლის თავს მიეძღვნება ეს სპექტაკლიც. გაგა ბახტიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია სპორტულ და საბრძოლო სამბოში.
ქვეყნის სამბის და მთავარი შეჯიბრების უმაღლეს კვარცხლბეკლზე ის 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიღწეული საუკეთესო შედეგით დადგა. შვენიერი ემოციაა, დიდი ხანია ჩემი პრობლემების გამო გაჩერებული ვიყავი ტრამვებიდან გამომდინარე და მადლობა ღმერთს რომ ესე მოხდა და ჩემპიონი გავხდი დღეს. მეც თავისთავად შესაბამისად ძლიერი მეტოქე მყავდა ფინალში და ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც ღმერთს უნდოდა და ისე მოხდა რომ ჩემპიონი გავხდი. ყველას მადლობას ვუხდით შემატკივარს და აი ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი და ჩემს და მამაჩემს. ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ და საბრძოლო სამბოში თბილისში გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა საუკეთესო სამბისტებმა, რომლებიც საკუთარი კატეგორიების ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად გაიმართა ეროვნული ჩემპიონატი საბრძოლო სამბოში და ქალთა სამბოში, რაც ქვეყნის სპორტული განვითარების ახალი ეტაპია. საბოლოო შედეგების მიხედვით კი ეროვნულ ჩემპიონატს სამბოში წონითი კატეგორიებიდან გამომდინარე 12 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 5 ქალია. საბრძოლო სამბოს კი, როგორც სამბოს ეროვნული ფედერაციის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, ჩემპიონები 2 წონით კატეგორიაში ჰყავს. გაგა ბახტიძე სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.